პრემიერ-მინისტრის შეფასებით დღეს რუსთაველის გამზირზე უცხოურმა ძალამ სცადა ძალადობის პროვოცირება და როდესაც ამას ვერ მიაღწია, თავადვე იძალა. მთავრობის მეთაური წერს, რომ ქვეყანას აარიდებენ უცხოური ძალის მიერ დაგეგმილ თუნდაც მცირე პროვოკაციას. საქართველო აღარასდროს დათმობს თავისუფლებას, ისტორია, რომელსაც ვერავინ შეცვლის და გადაწერს. 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობის კენსვლა შეუქცევადი გახადა. ხელისუფლების ლიდერები სოციალურ ქსელში დღევანდელი დღის შესახებ წერენ. 9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ამავდროულად 9 აპრილი არის დღე, რომელმაც გააერთიანა საქართველო, დღე, როდესაც ქართველებს შორის სიყვარულმა სძლია სიძულვილს. 9 აპრილი ასევე არის დღე, როდესაც მონობაზე თავისუფლების იდეამ გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, უნდა გავემიჯნოთ ყოველგვარ ძალადობას, დავამარცხოთ სიძულვილი და დავიცვათ თავისუფლების იდეა. დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას. თუმცა 9 აპრილის გამოცდილებამ გვასწავლა, რომ უცხოური ძალის არსება მოკლეა და სიძულვილსა და მონობაზე აუცილებლად სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს. დღეს რუსთაველის გამზირზე უცხოურმა ძალამ სცადა ძალადობის პროვოცირება და როდესაც ამას ვერ მიაღწია, თავადვე იძალა. ჩვენ ვერ მივცემთ სიძულვილს დამატებით ენერგიას და ჩვენს ქვეყანას ავარიდებთ უცხოური ძალის მიერ დაგეგმილ თუნდაც მცირე პროვოკაციას. ვფიქრობთ, სწორედ ამას ედიან ჩვენგან 9 აპრილის გმირთა სულები, რომლებმაც სიყვარულისა და თავისუფლების იდეისთვის გაწირეს სიცოცხლე. მათ ხსოვნას ჩვენ დღეს სათანადო პატივს მივაგებთ. საქართველოში სიძულვილსა და მონობაზე სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს. 36 წლის წინ ქართველები რუსთაველზე ვიდექით და დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით. ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება. 36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც რუსი ბანის, როგორც თვითონ ამბობს, პაატა ბურჯულაძის ხელმძღვანელობით რუსთაველზე დგანან და სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვიან. საქართველო აღარასდროს დათმობს თავისუფლებას. 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო თარიღია. ეს გახლავთ თავისუფლების გამარჯვების დღე, როდესაც ათობით ათასი ქართველი გაერთიანდა ყველაზე ძვირფასის ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად. 3 ათწლეულზე მეტი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან, თუმცა თითოეული ჩვენგანი ყოველთვის უდიდესი გულის ტკივილითა და ამავე დროს სიამაყით ვიხსენებთ ამ დღეს. ამ დღის მნიშვნელობა განუზომელია. 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლა შეუქცევადი გახადა. უსაზღვროდ მადლიერი ვართ მათი, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ ხსოვნას. ამ ადამიანების გმირობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დარჩება როგორც თავდადების საამაყო მაგალითი მომავალი თაობებისთვის. თითოეული ჩვენგანის ვალია დავიცვათ და გაუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების სისხლის ფასად მოპოვებულ საქართველოს თავისუფლებას და განუხრელად გავაგრძელოთ სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე სვლა. დიდება გმირებს, მადლობა თავისუფლებისთვის. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა. იმდროინდელმა ეროვნულმა მოძრაობამ პირველი რესპუბლიკის 26 მაისი დააკავშირა ახალი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შესაქმნელად ეროვნული ბრძოლის მთავარ დღესთან. 1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლი პირველ რიგში უდიდესი ტრაგედია იყო, ათობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილით, დასახიჩრებითა და ტერორით. სწორედ ამიტომ აირჩია ეს დღე ზვიად გამსახურდიამ სახელმწიფოსთვის ბრძოლისა და ეროვნული მოძრაობის უკდავსაყოფად. ეს ჩვენი საერთო ისტორიაა, რომელსაც ვერავინ შეცვლის და გადაწერს. ყველა ტკივილი და ყველა სიხარული, ყოველი მარცხი თუ ყოველი გამარჯვება, შეცდომა და სწორი ნაბიჯი, გონიერება თუ უგუნურება. ეს ყველაფერი ერთად გავიარეთ და მოვედით დღემდე. 10 წლეულების შემდეგ, როდესაც მსოფლიოში მიმდინარე ბობოქარი მოვლენები კიდევ ერთხელ გვაფიქრებს თუ ვინ ვართ, რანი ვიყავით გუშინ და საით მივყავართ მომავალს. საქართველოს სახელმწიფო, მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ერის თვითყოფადობა და უნიკალური იდენტობა არის ჩვენი ზრუნვის მთავარი საგანი. ამ რწამს სიტყვით ბევრი იმეორებს, საქმით კი საპირისპიროდ იქცევა. სიბრძნე, გონიერება, მოთმინება, ძალის შეფასება და გაბედულობა. ნიჭთა ეს ჩამონათვალი ღმერთმა ყველას არ მიანიჭა. ამიტომაც არც შიდა და არც გარე ბრძოლა სახელმწიფოსთვის არ დასრულებულა და არც დასრულდება. ვისი გზაა მართებული და უკეთესი ამას წყვეტს ქართველი ხალხი პირდაპირი დემოკრატიის გზით. არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა გაუფრთხილდეს მინიჭებულ მანდატს და სრულად აცნობიერებდეს პასუხისმგებლობას წარსულის, აწყოსა და მომავლის წინაშე. ჩვენ აღარ გვაქვს მარცხის ფუფუნება, ჩვენ არ გვაქვს სისუსტისა და მოდუნების უფლება. ყველა ჩვენი გზა, ნაბიჯი და არჩევანი მიმართულია სახელმწიფოს ძლიერებისა და საზოგადოების გამთლიანებისკენ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ღია დისკუსიით, გახსნილობით ვაჩვენებთ ყველა მოქალაქეს, სად არის სიმართლე და სად ფარისევლობა. ჩვენ ვიცით, რომ ხალხი ხედავს ჩვენს სიმართლეს, ჩვენს მცდელობას და ჩვენს მონდომებას, დავიცვათ, შევინარჩუნოთ და
გავაძლიეროთ წინა თაობების მონაპოვარი. დღეს ტკივილის და სიხარულის 9 აპრილია. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა.